გორში ვართ ჩვენ უკვე. სადა და ცენტრში. ძინავს? სად უნდა მოვიდეთ ზუსტად? კი ვიცი. კარგი. კომბინატისკენ. კაი. მელანოს ძინავს. ჩვენ წავდგეთ და გავაღვიძეთ და სიურპრიზიც უკეთესი გამოგვივა. მელანო! მელანო, დაუძახო. დაუ, ვიღაც გედებს, მელანო. მელანო! ახთება. გამარჯობა, თუ როგორ ახარ? აი, მე მგონი მიუძინა. გავიგოცეთ, რა ხდება? გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახარ? კარგად, ხარ როგორ ხარ? შენ გადახვედი მომდევნო ტურში და გელის წინ ბრმა კასტინგი. კილოცავ. ძალიან დიდი. არ დაგაგვიანდეს, კარგი? გავედი, აბა შეიც. გავიცილებანა. ბარღებო, როგორ ახართ? 17 წლის მელანო გორიდან ჩამოვიდა. მას ზღაპრები უყვარს და სჯერა რომ დღეს შეიძლება მისი ყველაზე სანუკვარი ოცნება ახდეს. უცებ ამ დროს ხმა მესმის რომ მელანო გაიღვიძე და რო გავედი უცებ არ ვიცი თავი 60-ში სადმე გონა აი მართლა ვერ ხვდები ძალიან ცექი ვიყავი მაგრამ ისე რა თქვა ბავშვობა მქონდა თქვა არ მქონია იმიტომ არც თუ ისე ხშირად მქონდა იმის დრო ბავშვობის ასაკში რომ ბავშვებთან ერთად მეთამაშა 4 წლის მელანო დედამაც მიატოვა და მამამაც ის და მისი ორი უმცროსი ძმა მარტო ხელა ბებომ გაზარდა გულის სიღრმეში მაინც მახსოვს ეს ყოველი იმიტომ ძნელია როცა ჩვენ მეგობარს ეუბნება თავისი მშობელი დედას ეძახი შენი მეგობარი თავის მშობელს და მე კიდე ცხოვრებაში ეს სიტყვა არ მაქვს დაძახილი ძმებს ვეხმარებოდი საჭმელს უკეთებდი სარეცხს ურეცხავდი სახლიში და საქმეს ყველაფერს მე ვაკეთებდი ძალიან რთული ცხოვრება მქონდა ჯანმრთელობის მხრივ ყველაფრის მხრივ ძალიან რთული ცხოვრება მქონდა და დღესდღეობით მიგვირს რომ აქამდე მოვაღწია სკოლას რო დავამთავრებ ძალიან ბევრი ვიფიქრე და ვფიქრობ ძალიან მინდა ჟურნალისტიკა მაგრამ ამ ყველაფერს რამდენად თავს გავართმევ არ ვიცი მაგრამ ჩემი ასე ვთქვათ ოცნება ესა ვცდილობ ვისწავლო მარტო ცხოვრება ეს იქიდან გამომდინარე რომ ძალიან ძნელია როდესაც მიდიხარ კონკურსზე რომელიმე შესარჩევს და ჩემს გვერდით არავინ არა არც ერთი ადამიანი არა ყველას ვიღაც მოყვება ან მშობელი ან მეგობარი ჩემს გვერდით კიდე არავინ არა აბსოლუტურად სულ მარტო ვარ იმიტომ რომ ბებიას არ შეუძლია ის რომ ყოველ კონკურსზე გამოყვეს და უბრალოდ ამის საშუალება არა და არ ვიცი ძალიან მიჭირს ეს ყოველივე, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა ნიჭი გაგაჩნდეს, მაგრამ ის უფრო მტკივნეულია, რამის მიღწევა იმდენად რთული არა, როგორც ისაა რთული, რომ მარტო ხარ და მარტო ცდილობ ამ ყოველივეს. თუ კი ვიქნები იმისთვის ძლიერი, რომ ამ პროექტში შემდგომ მონაწილეობა გავაგრძელო, ალბათ არ ვიცი, ჩემს ცხოვრებაში იქნება ყველაზე დიდი საჩუქარი ღმერთისგან და აი ყველაზე დიდი ოცნება ასრულდება. იქნებ ცხოვრებაში ოდესღაც მაინც ესეთი ბედნიერი ვიყო, როგორც სხვები არიან. მინდა რომ ბედნიერი ვიყო. თუნდაც ამ პროექტის საშუალებით. უბრალოდ იმის სურვილი მაქვს, რომ სადაც გავსულვარ, ანუ ბოლომდე ვერ გავსულვარ. There's a fire starting in my heart. Reaching a fever fractures breaking me out the dark. Finally I can see you crystal clear. Go ahead and tell me I will all worship it. See how I live with every piece of you. Don't underestimate the things that I will do. There's a fire starting in my heart. Reaching a fever fractures breaking me out the dark. The scars of your love reminds me always I can't now think it as we almost said it all. The scars of your love will leave me breathless. I can't help feeling we couldn't have.
იწყებს ლაპარაკს დათო ფორჩხიძე. დათოს ენა ჩაუვარდა. რა ქვია? მელანო ფისაძე. ძალიან მიჭირს ეხლა რომ აუხსნა რატო არ დავაჭირე. იმიტომ რომ შემდეგს მე ვისაც დავაჭერ მინდა რომ იყოს უფრო უკეთესი. აი ეს ძალიან მიჭირს ამ სიტყვების თქმა. ცოტა ტიპი დაგვრჩა. თქვენ ვის აირჩევთ მელანო? თქვენ თვითონ რას ფიქრობთ? არ ვიცი, ჩემთვის თავარი იყო რომელიმე შემოტრიალებული. გასავალ. გაჩერე. შვიდი მყავს. მოდი აქიტირე, მოდი. ტირალა ხარ? არა. მოდი ჩემთან. ეს არის დასაწყისი, კარგი ამბების. აქ რომ მონაწილეობა უკვე. კარგი ამბები. მიდი, გენაცვალე.